וישמע יתרו כהן מדיין חוטר משה את כל אשר עשה אלוהים למשה ולישראל עמו כי הוציא אדוני את ישראל ממצרים. דמויס מינה יתרום ופרוסמה מדיאני סמן סימה ורמה משה סמן עוברי רצרום דמרת גמרתמה משה סתה דארסה מיסה ישראל סה אדגן עצרום גמוי קואנה ופלמה იგი ისრაელი იმის მიცრაიმისაგან დაიყვანა იტრომ მოშეს სიმარმა იგი ციპორა მოშეს ცოლი და იგი ორი შვილები მისი რომელიც რომ სახელი ერთისა ის არის გერეშომი რადგანაც მოშემ ბძანა ხიზანი ვიყავი მეშინა ქვეყანასა უცხოსა და სახელი მის მეორეს კი ელიყეზერი რომელიც ნიშნავს ღმერთი მამის ჩემისა მომხმარე ჩემი დამან გადამარჩინა მის ხმალის საფარყოსაგან გამოდის იტრო სიმავრი მოშესტი და მისი შვილები და ცოლი მისთი მოშესთან უდაბნოში სადაც რომ ის იმ ადგილზე გაჩერებული არის არა ელოიმთა საღმერთისას გამოუგზანა მოშეს ამნაირად მე შენი სიმავრი მოვედი შენ და ცოლი შენი და შვილები შენი ჩემთან არიან და გაგზელება არის ფარაშის მოშე გადის ხედავს იტროს და შეხვდნენ ერთმანეთს რა არის ისეთი ყველაფრის დასაწყისში ამაზე გავუსვამდი ხაზს რა არის ისეთი ამ ფარაშაში იტროს მონაქმედში ავნაწყვეტში იტროს მოსვლაში რომელმაც რომ გამოიწვია რომ იტროს სახელზე ასეთი ღირსეული პარაშა, ასეთი ღირსეული მათანთორის პარაშა, სადაც რომ ჩვენმა ერმა ღმერთის ხმა მოისმინა, დაუფალი გმეცხადა საისრაელოს. მეტი ღირსეული იქნებოდა რომ ამ პარაშისთვის ერქვათ სახელი მათანთორა, ან ასერეთ ადიბროთ ღირსეული სახელი. რატო ერქვა მას იტროს სახელი? რა იყო იტროს მონაკვეთში ისეთი რომ გამოიწვია ასეთი პატივცემა რომ სეფერთორამ პარაშა ერთი დაუთმოითქოს და როგორი პარაშა პარაშატ მათანთორა ასერეთ ადიბროთ რომელზეც რომ ძალიანად სრულად ჯამაათის უყველა თუ პარაშას კითხულობთ ჯამაათში მაშინ ვალდებულია ყველა ფეხზე უნდა დადგეს და მოისმინოს თორის მიღება სინაის მთაზე 10 ცნების უფლიდან ჩაბარება საისრაელოზე. ეს არის საინტერესო. გავსვამდი ხაზს, ვიტყოდი ერთს. ჩვენ წავიკითხეთ წასული პარაშის ბოლოში. ყამალეკის მოსვლა. ისრაელის შვილს გზაში დახვდა ყამალეკი და გამოუცხადა ყამალეკმა ისრაელის ომი. მოშე რაბენუ გამჩენის ბრძანებით იეოშუა შართავს მის თალმის მოწაფეს დაეუნება მას წადი შენ შვილო დაასუსტე ყამალეკები დაიომე ყამალექსზე ეს იყო პირველი ომი რომელიც რომ ჩაატარა ისრაელის შვილმა იმის შემდეგ რაც რომ ჩვენ ეგვიპტედან გამოვედით აქედან მოდის სეფერთორის დავალება პარაშათ კითეცეში არის დევალში ბოლოში გამჩერმა დაგვავალა ჩვენ საერთოდ არ გვავალია არსად არასოდეს გასვლა და ომი მაგრამ ერთი არის რომელიც რომ დაგავალა თორამ თუ ამერ სადმე შეხვდები შენ ვალდებული ხარ ომი გამოუცხადო ეს არის ყამალეკები რომლებმაც გამოვიდნენ იოვენ ისრაელზე გააჩატარენ პირველი ომი და ვაიჰალოშ იეოშუა ყამალეკ ვერ ყამალეკი ხარებ ხოლო აქ სეფერთორამ ხაზი გაუსვა პარაშათ კითეცეში რა არის მიზეზი და რატომ გვევალება ჩვენ გავიდეთ და ვიომოთ და მოსწოთ ყამალეკი დაწერა თორამ აშერ კარხაბადერე რა არის კარეხა გაგაცივა შეაცივა შეაგრილა ის დუღარე რომელსაც რომ ერიდებოდნენ ერები როგორც სეფერთორაში წავიკითხეთ როცა რომ ისრაელი შედის წყალში ям-სუფში აზიაში მღერიან მათ შორის სიტყვებში ასე ამბობენ წინადადებით
ამბობენ რომ შავეღოყამი მირგასუნ ხილა ხაზიოშევე ფელაშეთ მოისმინენ ჰერებმა სუყელანი განჯავრდნენ ხთოლება ეკიდებოდათ ფელაშეთში ქენაყანში მაცხოვრებელ ხალხს ისრაელის ეგვიპტედან გამოსვლით რადგანაც რომ უდიდესი მაშფინდელი სამყაროში ცნობილი ერი ეგვიპტეს ხალხი დაამარცხა ისრაელმა ეგვიპტედან გამოსულმა თუ ყამალეკები იყვნენ პრობლემაც რომ სოფლიოს გული გააგრილა სადაც რომ ყველანი ცხელები იყვნენ ეშინოდათ ისრაელიდან გამოვიდა გაბედა ყამალეკმა პირველმა ისრაელს ომი გამოუცხადა მის მოქმედებით კი გააგრილა ყველას გული სოფლიოში ხალხს მისცა გრძნობა ერებს ისეთაც არ არის ძნელი ამ ერთან ბრძოლება გავიდეთ ვიბრძოლოთ და ხმალი გავაფრიალოთ ისრაელზეო ამიტომ არის გამჩენმა ბრძანა პირველმა რომელმაც რომ გულები გააცქივა სოფლიოში რომელი გულებიც აკანკალებული იყო ღმერთისკენ და მის ერის დიდებისკენ ეს არის ყამალეკი შენც ვალდებული ხარ შვილო სადაც რომ შეხვალ იქნები შაული იქნები დავიდი ხარ შენობა თუ სხვები მასიახის მობრძანებით ამ ერს ყოველთვის მევლება მაგრამ მოდით და დაუკვირდეთ ვინ არის ნაბაროთი ზუსტად მეორე მხარე ამ ყამალეკების ეს არის იტრო ვინ იყო ის ადამიანი რომელმაც რომ მოწყდა მის ერს მის რჯულს მის ხალხს მის ღირსებას თავის ადამიანობას რაც რომ განჩნდა სახელი სოფლიო იცნობდა აღიარებული კაცი პიროვნება და მან ყველაფერი გადადვა გვერდზე შემოვერთა ისრაელის ერს აი ეს არის იტრო გამჩენი ავალებს ეუნება შაულ მეფეს ენგრეთ როცა ყამალეკზე გავიდა საუბრად მისტერეკენის ხალხი რომლებიც რომ შამამავლობა არიან ისინი ითროსი და მათ აინგრეთ მოახსენე მე არ მინდა რომ შენც მოყვე ამ ომს გაშორდით ითროს შამამავლობამ ამ ხალხს ყამალეკებს არამც შენც მიგამატო მათზეო დაწერია იქ რომ მიმართა შაულმა და გაშორდა კენი ეს არის ითროს შამამავლობა მოშორდნენ თლიანად ყამალეკის ხალხს და მაშინ ჩატარა შაულმა ყამალეკის დიდი ომი ენგრეთ თუ წერავს იქ სიტყვებში შაული კენის ხალხს ითროს შამამავლობას და თქვენ ქენით წყალობა თქვენთან შინადროსა გამოსვლასა ჩვენსა ეგვიპტესაგან შეკითხვა იბადება რა წყალობა გააკეთა აით რომ ჩვენ ერთან ისრაელთან რათი შენ ჭირდებოდა ითროს დახმარება გამჩენს ჭირდებოდა ითროს დახმარება რამეთი რომ შენ ქენი წყალობა დამართეს საისრაელოს კარგი კეთილით გიხდით შენ მაგრამ წყალობა იმით იქენი რომ თუ ყამალეკმა გამოვიდა და გააკეთა ცუდი დამოინდომა ერების გულის გაგრილება დაისურვა მან რომ ერები შერაზმულიყო საუბრად ისრაელზე შენმა მოქმედებამით რომ იცოდე გულები გამოაღვიძა ყველასი და ხალხი ამბობდნენ თუ ითრო რომელიც რომ უფროსი მიდიანის უდიდესი ნასწავლი რომელსაც რომ მთელი ცოდნა ხოხმათ ბენეკედემი ხელში ეკავა თუ ის კი მოწყდა თავის ყაბოდა ზარებს თავის კერპებს და თავის ღმერთების სამსახურს და მანიცნო გამჩენი გვერდი მაშასადა ჩვენ სუყელანი ვალდებულები ვართ რომ ვიცნოთ უფალი ისრაელის გამოვყვანი ეგვიპტესაგან რადგანაც რომით რომ ისი მოქმედებით გულები გამჩენისკენ გააცხელა და ყველას გული გამოიღვიცა უფლისკენ გამჩენმა ეს არ დაუვიწყა ითროს ითრო იყო პირველი რომელმაც რომ მოერჯულდა პირველი რომელიც რომ გამოდის და გამჩენვერ შემოერთა არ უიწყებს გამჩენი დავალებს მოშეს მათან თორა სადაც რომ დაიწერება გამჩენის გამოცხადება სოფლიოსთან ისრაელმა რომ მოისმინა მე ვარ უფალი გამჩენი ღმერთის შენი იმ პარაშაში ერთმა იმ პარაშას მთლიანად სრულადად ითროს სახელი ეს არის
ფარაშად იტრო. კიდან გავიგეთ. რატო დერქვა ფარაშას იტრო? აი ფირუს. აფუ ნაბარო თუ ამალეკმა ცუდი გააკეთა, იტრო მოდის, ის მონაქმედით აკეთებს უსტად ფუ შებრულებულად ყველაფერს. გამჩემესთან დაუწყაიტოს. საინტერესო არის. ორი მორჯულებული სოფლიოში ყველაზე აღიარებულები ებრაელ ხალხში ვინც რომ იყვნენ. ვინ არიან? ერთი არის მამაკაცი, მეორე არის დედაკაცი. მამაკაცი არის იტრო, მას ფარაშა აჩუქენ სეფერ თორაში. მეორე არის დედაკაცი რუთი, და მას კი სეფერი აჩუქენ თლიანად 24-იანში, რომელიც რომ არის წმინდა ნაწერები, სეფერ რუთს თავის ღირსეული ადგილი უკავია, შაბუყოჩი ვკითხულობდა, ვიხსენებთ რუთის მოქმედებას. ორივე რუთი და იტრო, როგორ დააბრუნოთ, უკვე ვერ დაივე გამოდის. იტრო, იუდ, თაფ, რეშვავ, რუთი, რეში, ვავი, თაფი, იოდი. საინტერესოა. ოსვამ, ისი, შვილებში, ვინც რომ დაკვირებულია და უკვირდება, რასაც ვამბობთ, აქანა, ოსნო გუდიში. იმისთვის ვამბობ, რომ ცოდნე ხალხისთვის, უსაც უყარს სწავლა, ამასაც დაუკვირდეს ხაზგასმულად, რომ ეს საინტერესოა, მაინც საინტერესოა. გამოდის იტრო, მოდის, ვაიშმა იტრო, მოისმინა იტრო, რაბები კითხულობენ მეხილით რაში, ეგრეთ არის განხილვა გემარაში, ასხეძება ხიმში 16%-ზე. გემარა წერავს, რა მოისმინა იტრო? ნუ თუ მარტო იტრო მოისმინა, შეიძლება შე. ვაიშმა. მოისმინა იტრო, მოშეს იმავრმა, რაც რომ დამართა უფალმა მოშეს და ისრაელს. სოფლიო მოისმინა. შამღუყამი ვირგასუ, ყველამ გაიგო. მაგრამ არის მოსმენა და არის მოსმენა. არის პურით მოსმენა, არის გულით მოსმენა, გულის დადება. შემაღ ისრაელ ვამბობთ. השם אלוקינו, השם אחד. תגינה גמרן, עשה ברכות שבת 13%. שמעת, אויס מינה, חוריס מוספנה זה הרי לפרקי. גאיגה, גאיגה בזה לפרקי. בכל לשון שאתה שומע. חולה עינית, רומס תתיגב, חורית מוספנה זה הרי. עשי מגיד חבר אינכם, אחל גזדו משי, ארשו משי. שבילו, רמדיני נגסיס. חולה עינה מסתיס, ברוך השם, חורי ויסתו הרגע, חולה עינה מסתיס. მაგრამ ამდენენას ვიგებ, სხვასაც გითხია. სმენა ერთია, გაგება მეორეა. ვაიშმა, არა ლაპარაკი ყურის მოსმენით, მაგრამ გულის დადებით. რას დაუდვა ითრომ გული, რას გაუსვა ხაზი, რა იყო ის წერტილი, რომელიც რომ იქ ნახა ითრომ გამჩენის დიდება, რომელმაც რომ ითრო გამოიყვანა და მოიყვანა გამჩენისკენ. სხვათა შორის წანა ასე განკვირით ვინ არის თრო შეიძლება თრო არის აბრაამ აბინუს შვილიშვილებისაგან რო იცოდეთ ეწერია უნდა იყოს ბერეშიჩი 25-ზე ვაფსე აი და აბრაამი შავ შმა კეტურა აიყვანა აბრაამა ქალი მოიყვანა ცოლი რომელსაც სახელი ერქვა კეტურა ვათელეთ იქარი მოყოლილი ვინც რომ ეყოლა შვილები ამდენი შვილი ეყოლა კეტურას 6 შვილი ოწერია იგანა მათ შორის მეოთხე ვინ არის მიდიანი მედანუ მიდიანი ვარი განა ვარი ზე მიდიანი ეს არის აბრაამ აბინუს შვილებიდან რომელიც რომ დაიბადა კეტურადან ამა იოქშან მედანი იოქარი განა იოქშან სახერები აქვს ეფა ბაეფერ შევაუდიდან მე მოდის სამათი შვილები ლეუმი ლეტუშინ ამბავი წერია წერია იქ სეფერდორაში აბრაამაო რაც გაჩნდა აბრაამს ქონება ეს არის მატერიალური ქონება სულიერი ქონება სუღელაბერი ჩააბარა იცხაკსაო ვაითელეთ კოლა შერლო ლეიცხა მაგრამ ველი ბნია ბილაკშინ აშერლე აბრაამ ის ვინც რომ ყავდა აბრაამს ბილაკშიმები ხასები ხასა ეს არის კეტურა
და ეს არის აგარი და ესენი ვინც რომ ყავდა ნუ აგარზე შეიძლება თქვათ რომ სოლად ყავდა მოყვანილი ასე წრია თორაში მაინც სოლად ითვლება მაგრამ კეტურა ითვლება როგორც ხასა და ამათსაო კეტურა შამამავლობასაო რამიც აბრაამა რა დაუტევა ქონებაო და მის აბრაამა საჩუქარიო რა სიბძნე ასწავლა მას ჩააბარა შემოთტუმა ესე იგი თუ რამე არსებობს მსოფლიოში სოდნა რომელიც რომ არის უარყოფითი სოდნასე ვლაპარაკ არის კედუშის მხარე თორის სიწმინდის გამჩენის სამსახურის და ადამიანის სიწმინდით გამჩენდა რომ ახლოვდება ეს არის ერთი ძალა მეორე ძალა მოდის და არის პროტივი ძალა მოწინააღმდეგე ძალა რომელიც არის მთელი უბედურობა რაც არსებობს ამ სამყაროში სულ ყველაფერი არის ეს სოდნა ის რო იცოდეთ როგორც არსებობს ღმერთის სამსახურში 50 შარე კედუშა ასე არის მეორე მხარეზე 59 შარე ტუმა ესე იგი მოდის ნაბაროთი სულ ყველაფერი ეს ჩაბარა აბრაამა წერია ჩაბარა ფილაქშიმების შვილები ჩაბარა და მოიშორა უთხრა თქვენო არაღარ ღირსეულებიო ესეც შემდგომ და გამოსული აბრაამიდანო ესე იგი აბრაამიდან არის გამოსული როგორც დადებითი ძალა სოფლიოში გამჩენის ცნობა და მის სამსახური აბრაამში ცოდნა იყო მეორენაირიც და ის კი მოიშორა ამით ისინი ჩააბარა გაუშვა ესენი არც საბენეკედემ ასე მოყოლილი ქვეყანასა ბენეკედემის სასაუბრი ბილყამი ამისავ რო იქებს ბილყამი და ამბობს მე ვინ ვარო ბილყამი ვარო რასამოს ბილყამი პარაშათ ბალაკში მინარამ იანხენი ბალაკ მელეხმოა მე არერე კედემ არამისაგან შამამიყვანა მე ბალაკმა მოაბის მეფემაო მამწყვიტა მე მთებისა კედემისაგან ესე იგი ის იყო აკადემია ძველებური მთელი უბედურობის შვანყობის კუდიანობის ცუდი ძალების ეს იყო უდიდესი სამყარო რომლის ყველაზე მაგარი მცოდნები იყო ეს იყო მიდიანის ერი რომელიც იყო აბრაამ ავინუს შვილები და აუგდით და მათი ქოენი ესე იგი უფროსი კაცი ყველაზე მაგარი მცოდნე პირველი ნომერი ვინ იყო ეს იყო ითო ესე იგი ლაპარაკობთ დროზე გავიგოთ აზე არა კაცი რომელიც ყველა ძალები სოფლიოში ესწოდა იცოდა და ეს კაცი მოწყდება ყველაფერ ამ ოისმინა ყურით მაგრამ ისი მოსმენა იყო გულით დაუდვა გული სასწაულებს რაც რომ გამჩნევა დამართა საისრაელოს და მოშეს აინგრეთ მოდის ითრო და იგვიძებს გამჩენისკენ და კამათია გებარაში რომელმა მონასმენმა გამოაღვიძა არიან ამბობენ ям სუფში რო შევიდა ისრაელის შვილი ღმერთმა რომ მეწამული ზღვის წყლები კი 12 ნაჭრად გაჭრა ლეგოზერ ям სუფლი გზარინ და გაატარა მისიერი ამ გამოაღვიძა არიან ამბობენ ყამალეკის ომმა გამოაღვიძა იმიტომ რომ ყამალეკიც უბედურობაში და ამ შმაკობის ზალაში ძლიერი იყო და რომ დაინახა ყამალეკი როგორ მოსწოს საისრაელო ესე იგი ყამალეკი იყო ყველაზე მაგარი კელიფა რომელსაც უძახიან კაბალაში კლიპა კაშაბიოთე თუ ეს სოდნა ეკავა ითროს და ეს იყო მეტაურე ამ ხოხმად ბენეკედემის ამ აკადემიის ყველაზე მაგრად ხმად დამჭირავი და მიმღები ყამალეკები იყვნენ იგივე და იგივე ყესავის შამამავლობიდან რომლებიც სპეციალურად სწავლობდნენ და ეკრებოდნენ ოდიოდნენ ითროსთან და მის ხალხთან მიდიანში რო ესწავლათ ეს ძალები რომ ისმინაო აქედან მოწყდა და დაიძახა ემიდა რომ შეუერთი ამერს ეს ყოფილა ამორჩეულიელი აკადოშ ბარუხუდან რაც რომ დამართა მოშეს და ისრაელსა ერსამისა საკითხული მაქვს რაღაცა მოშე რაბენუს რა დამართა გამჩენა ისეთი რომ ითრომ დაინახა და რაც რომ დამართაო გამჩენა უფალმა მოშეს და ისრაელსაო აქ არის მოშე და ისრაელი და ამაზე არ ვიდახლო შევიდე ძალიან ბეფილუშებში მაგრამ მათ შორის ერთი არის მოშე რომ გადარჩა წლიდან მაშინ რომ ისროლა
დედამისმა რო ჩასვა კიდოვანში და ფარაოს ბრძანებით რომ ბავშვები ყველა ისროლეთო წყლებშიო დაახჭეთო ყველა ბიჭი დაბადებული ვაჟები არ დატევო ცოცხალი იქ არის მოყოლო 10,000 ბავშვი იყო სულ ასრული წყალში მაგრამ სულ ყველა გამჩერმა მოშე რაბინოსთან ერთად გადაარჩინა მოშე რო ისროლეთი ჩაუშვენ იმ ჩაშვებაში იყო კიდე 10,000 ბავშვი როგორც მოშე გადარჩაო ეს ყველა ბავშვებიც გადაარჩინა გამჩერმა და ესენი რომ დაინახა ითო ეს ხალხი გაიცნო მოისმინა ნახა აი მეც იმ ბავშვებს ეკუთვნი მეც გადარჩენილი ვარ წრიდან აი სასწაულები გაუპირდა ამაზე ამოს გულის ხოსტორა ლემოშე ულე ისრაელ ამო რასო დამართა გამჩერმა მოშეც და მის ერთსა ისრაელსა მეორე პირუშით მოშეს ენა ქონდა მოჩლეკილი განთქმულია აი ამე გამგებ უგონობდა ლაბარაკში მაგრამ ითრო რომ მოდის მოშესთან სალაპარაკო დაბლოში მოშეც წესერად ლაპარაკო სო დაინახა რომ ეს კაცი მისი სიძე ენა მოუჩა ამართა გამჩერმა სასწაული აი ზახა ახლა გავიგეო რომ მარტო ერთი გამჩენი ღმერთი არსებობს ქვეყანაზე რომელიც გზამდება ბუნების შემცვლელი ჯანმრთელობის მამცემი რეფუის ტანში ჩამგლები ყველა მოწყობ მეცა ჯანმრთელობა ამექენი რაცო აი ვანა ითრო მოშესიმავრმა ოვიცი რომ მოშესიმავრია რატო დაწერა თორე გაიმეორ აი ვანა ითრო მოშესიმავრმა ციპორა მოშესწოლია მიშვილე და მოუყადა მოშეს ეწერა აი ვანა ითრო ციპორა მოშესწოლი და შვილები მისი და შესაძლოა კიდე აი ვანა აიღო აი ვანა ითრო მოშესიმავრმა მაგრამ დასაწყისში რა წერია მოისმინა ითრო ვინ არის ითრო კოემიდიან მიდიანის უფროსი რომელიც იყო კიდე მოშე რაბენუს სიმამ ესე ორი ტიტული დაიწყო კოენი უფროსი მიდიანის ხოთენ მოშე სიმამ ხლაო როცა დაინახა ეს ყველა სასწაულები ვაიკახით რომ ამ ორ ტიტულიდან რომელი ტიტული ამოირჩია ითრო რომელი მიიღო თავის თავზე რომელი გულთან ახლოს მიიკარა ხოთენ მოშე მე რომ მოშე სიმამრი ვარ მეყოფაო ნუ აიტყვითო მიდიანის უფროსი არისო არ ახსენოთ ის ჩემი წასული არ ახსენოთ ის უბედურობა ჩემი აკადემია ჩემი სწავლა ინსტიტუტები რომ დამთავრებული უწმინდირობის ყველაფერი მოშალეთო ჩემი ისტორიიდანო მე მარტო ეს მინდა ვაიკახით რომ რა იყო და მე რო ვარ სიმავრი მოშესი ეს დამიტევეთო მე და რა მინდა ორახანის პირუშია სხვადასხვის ორახანო გადაშეს პირუშია აი ყანა იგი ციპორა მოშესწოლი დაუბრუნა ის მოშეს ციპორა მიდიანში ბრძანდებოდა შრაბენ რო ჩადის ეგვიპტეში ამჩნევით ბრძანებით ჩაიყვანა ციპორა ჩაიყვანა მისი ორი შვილი შემოხვდა არონი გზაში ეუნება არონი მოშეს რაც მოკავსო შენ ცოლშვილია არ არის საკმარისიო პირვანდლებზე ვჯავრობდო ჩვენეო ვინც რომ ეგვიპტეში არიან მონად მუშაობენო სახურობენო აგდებულები ვარტო შენ კიდე ხალხს გვიმატებო და არონის სიტყვით მოშე რაბენო დააბრუნა ისინი უკან ეუნება არ დარჩედა რო დადგებაო რო გამოვალთ ეგვიპტედან თორას მივიღებთ მაგის შემდეგ შემოვალთ შევერდებით ერთმანეთსა და იმას სწორად რომ ეს ამბავი როცა უკვე თორის მიღების დრო არის მოდის და მოყავს ციპორა და მისი ორი შვილები მოშეს სახელი ერთისა გერეშომი რადგანაც დაიძახა გერაიტი ბერეც სოხრია მეორე სახელი ევიღეზერე როიაბი ბეღეზ როგორც რესპერტორაში საგანაცვალ ეუნება ამნა ის სიტყვებით უგზანის ითრო მოშეს ჩემოსიძეო ციპორა დაივიწყო ციპორა მერაშონ ციპო როგორც შიტი თავის ბუდეს ებსო ადგილიდან ადგილზე იარებაო ეძებს აწმენს ამნაირად იარებოდა შენი მეუღლე ჩიტივითაო გამოდიოდა ყოველ დღე შეიძლება გამოვიდა ისრაელიდან გაიგებდა ამბავს ჩიტივით რეალობდა კუთხედან კუთხეზე გეგო სად არის მისი ქმარიო ბოლოს მისი ქმარი გამოვიდა მისი ქმარი აქ არის უდაბნოში მოგიყვანე დაგიბრუნე შენი ჩიტიო მოვიყვანე შენი ცოლიო სახელათაც ერქვა ციპორა მაგრამ ჩიტივით იქცებოდა ამ ბუნებით წასვლით მოსვლით გადახედვით ზებნით კუთხედან კუთხეზე მოწყვეტით რომ ჩემი ქმარი ვნახო შეიბრალე შენი ცოლი
რომელიც რომ დაიტანჯა წელიწადია ქმარი არ უნახიაო მე ვიცი მოშე შენ აღარ შიგნით გამოხვეული ყანანიმებით ღურბლებში გამჩენდა ახლოს ბრძანდები შვილო შეიძლება მატერიალურ ცხოვრებისთვის აღარ ხსალიან გულიც აღარ გაგიტკენაო მაგრამ შეიბრალე ის სოლი რომელიც რომ ჩიტივით გეძებდა დღე და დღეარებოდა შენ ნახვაში რო ენახა მისი ქმარიო და თუ არ შეიბრალებო შენ ცოლსაო შენ მაშვილე მარა დააშავაო სახელი ერთის არ არის გერეშო მელაშონ გერხიზანი უცხო შენი შვილი გერ გარმურ ურჯულო მორჯულებულად ითულებოდაო ბავშვები ეუნებოდნენ გარეთ ვინ ახარ შენ მამა შენმაც მიგატება მიგაგდო დაუგვირდი ბავშვის გული დაიჩაგრა შენი უბროსი შვილის გულიო შენ თუ სიყვარულს იმდენად გული არ მიგდისო შენ არ გინდა დაიმასო რომ შენი ძველი ცხოვრება ბავშვი რო დაიჩაგრა ბავშვა ის მიხედეო და თუ ისე გაგიცინდა გაგიხნდა გული არც ამასაც სერგოს მეორე ბავშვს რომ შენი ღმერთის სახელი ხია და სადაც რომ იარება ის პატარა ბავშვი ეკითხებია რა ხია სახელი და სამბობს ელიყეზერ რა არის ელიყეზერ ღმერთია ჩემი მამხმარე რომელ ღმერთს გულისხმობო და ბავშვის პატარა ტინოკი ყოველთვის ამბობს ელოეა ვიბეზრი მამა ჩემი მოშეს ღმერთი ის არის ჩემი მამხმარე მამა ჩემამის ღმერთზე იგულისხმა ამას ლაპარაკობს სადაც რომ ღმერთს არიცნობდნენ აბრამის ღმერთს არიცნობდნენ ემსახურებოდნენ კერპებს ეთაყანებოდნენ ხატებს და აქცევდნენ სხვადასხვა ძალებს ღმერთებად და იქ გამოდის ეს ბავშვი და შენ ღმერთს იხსენებს შენი ღმერთის სახელი მაინც დაიცავდო თუ გული არ მიგდის სოლისკენ და გულით გაგიცი და გაგიხნდა გრძნობები უფრო შვილისკენ ნუ რა მოხდა მერეო შენი ღმერთი ხო გიყვარსო რომელთანაც უთიერთო ხაო მიხედე ამ შვილსაო თუ მეკუთვნის როგორც სიმავრი გამოდი ჩემს საპატივცემოთაო თუ არ მეკუთვნის როგორც სიმავრიო შენ ცოლს ხო ეკუთვნისო თუ არ ეკუთვნისო შენ ცოლსაო და მის ვინაც არ გამოდიხარ გამოდი შვილების ვინაო მოშემ გამჩენთან მოილაპარაკა რიბონო შენ ყოლამ რა გავაკეთო როგორ მოვიქცეო გამოვიდა წერილი მოვიდა აგერ ის არის ონლაინ რომ წერია ის არის ჩამოვარდა ეს არის პირდაპირ მოსერაბინუსთან დავარდა ნუ სასწაული წაიგეთ ამოშენ წერილი ხლა ით რო გარეთ არის ურულების გარეთ მისი ცოლი შვილები მოყარილი ყავს საფერ მოიცეს გამჩენი გითხება გამჩენი ეუნება შვილო შენ არ ცოლისთვის გა არ შვილებისთვის გა შენ გახვალ ითროსთვის იმინა ითროსთვის რადგანაც რომ იგივე მამა შენად ითვლება თუ შენ ვალდებული ხარ პატივისცე მამა შენს შენ ვალდებული ხარ პატივისცე სიმავს თუ დედისთვის პატივისცე ვალდებულია სიდედრ მარ დააშავა იგივე დედა დაგავალა თორა და წავიკითხავთ ამას აცნებაში გავდე და ვიხავეთ იმეხა პატივიაცი შენ მამას და შენ დედას რამე თუ გაგიგზელდეს შენ დღეები და წლები შენი და დაიმკვიდრო ქვეყანა რომელსაც რომ უფალი ღმერთი შენი გაცნობს შენ შვილო შენ გახვალ მაგრამ იმიტომ გახვალ რომ თვითონ ითროს ეკუთვნის ეს პატივცემა გამოდის მოშე რაბენუ ითროსკენ დაინახა მოშეს გამოსვლა არონმა სადიდი ხარ ძმაო საპატივცემო ადამიანი მობრძანდაო ჩემი სიმავრიო გავდივარ სანახავათაო გამოყვა არონი არონს გამოყვა მისი 4 შვილი გამოჩნდა მოშე არონი და 4 შვილები ეს დელეგაცია 6 კაცი რომელიც რომ გადის და ყველა ხედავს ისრაელის წვერთეთრები ამათ გასვლას რაღაცა ხდება საინტერესო გამოიწვია ალბათ მან გამოსულა გარეთ რაღაც საინტერესი გამოყენ 70 წვერთეთრები და ამათ გამოყვა მთლიანად ისრაელო რაღაცა ხდება გარეთ ბარაკიდანაო და შემოხდა სუყელანი ითროს ძალის მიდრაში პატივისცემა რაც რომით რომ დაინახა
არ არსებობს მეტი რაც რომ გამჩნევა პატივი ანახა თავის ცოცხლებს რაცნახა ამ ისრაელის გამოსვლა ერი ჯამაათის ყველანი ეს იქნება მასიახი რომ მზადდება კიდევ დაბრუნდება მალეგვანახოს გამჩნევა ასე იქნება მასიახის მიღებაც გამოცხადდება მობრძანდა გოელი მასიახის ისრაელოსი ამბავი წავა სოფლიო ამღერდება ხები ამოფუზული ადამიანი პირუტყვი ზღვა დამცები სამყარო მაღლაური ყველა გაერთიანდება გამჩენს ხებადდებაში და საისრაელო გავას ყველა და მიიღებენ მასიახის პირს მალეგვანახოს გამჩენა ამენ მოისმინა ით რომ მოშედან თეთრი სასწაულობა ყველაფერი აიძახა მან ყავთაიადაღთი ხლა გავიგემეო რომ ყველაზე დიდი ბრძანდება ღმერთი ისრაელისა იმის ყველა კერპებისაგან და აცალებისაგანაო აქამდე მოსველი მქონდა ნაწილ-ნაწილად მოვისმენ ეგვიპტეში სასწაულები რაც დეგემართათ ნახე ჩემი თვალიდაო იდონაც იყო ჩასული ეგვიპტეში ახულობდა ბევრ ამბავს აგერ თქვენთან მოვისმინეო რა დემართათ თქვენ მამებსაო რაც დემართათ წინაპრებსაო თქვენი გამოსვლა მეწამული ზღვის განახევრება მანის ჩამოსვლა მაღლიდან სლავი რომელიც რომ ჩიტი რომელიც რომ ხელში ბარდებოდა საისრაელოთა ჭამდნენ და ამას მოითხოვენ ხო გვინდა გვაჭამეო ხორციო გამ იმდენ მოგცემთო შეაძახა გამჩემა ჩააბარა ხელში ეს წერი ქართულად ზეუზახიან სლავ წერი რომელიც გვეჭმება ჩვენ ტრადიციულად ვიცით საქართველოში ჭამდით მაგას და ჭამთ თუნდამდე ეს გამჩემა მიცა ეს სასწაულები ყველაფერი ესმის უყურებს ზოგი ესმის ხალხიდან ოდისით რომ ოშესტიმავრი გამჩეთანაო თქვენ ღმერთთანაო მე მინდა რომ მოინათლო და მოინათლა საბრით მილა ახეთ იონათან უზირის სიტყვები საბრით ამიტომ არის პორმარილი გააკეთა გააწყო კიდევ ვსწავლობ სადაც მილა ტარდება ვალდებული არის იქ პორმარი გაიწყოს დაწერია აქ თორაში წერია ვაიავო არონი მობრძანდა წვერთეთები საჭმელა პურისთვის თითროსთან ერთადაო არ წერია იქ რომ გამომცახა მათ არ წერია თვითონ კიდევ ვსწავლობ სხვადასხვის ბავშვი როცა ინათლება ჩვენ არ პატიჟობთ არავის პირდაპირ რომ აი ცოდე პატიჟო მილა არის ალახაში ყوارი შულხან არუში ქორწილი გვატრებშემა გვადროს შუმამავლის ქორწილზე კი პატიჟობთ ერთმანეთ ხანო გადაიდი პატიჟობთ ერთმანეთ მაგრამ ბავშვის მილა რო არის ვატყობინებთ სნობისთვის იცოდე ხვალ მილა ტარდება ზეგ მილა მაგ აი შვილი შემეცინა შვილი მეყოლა და ეს არის ცნობისთვის და ამ დამადგილზე ტარდება მილა რო იცოდე მაინც არ დაავალო ადამიანს მოდი ესტარ იყავი არის აქ მიზეზი კი მაგრამ შეარი ხლა ამიტომ შევიდე მაგას სახში არის მაგის გარკვეული მიზეზი თოსპოპასიდან და რამას მოყავს ხანარუში იორდეღაზე სადაც რომ ზალახოდები წერია ბრიტყილის ზალახოდები მოყავს იქ გარკვეული მიზეზი მეორე დღეს ითრო რომ შემოვიდა საისრაელოში ზებერთოლად წერავს გაჯდა მოშენ და გაასამართლა იგიერი ვაიაყამოდა ამ დადგა იგიერი მოშეზე იმის დილის საგან ვიდრე საღამომდე სამართალში მოდიოდნენ გასასამართლებლად რამბავია დაგეცრაში ხისუნები ვაქცინი დაიწყო გაკეთება ოჩერედები ხო ხა შეწყდა უცოდა ამბობენ ავის მაგრამ ასეა საერთოდ როცა ახალი რაღაცა სამართალი არის განკვირვებებია ბევრი ეგვიპტიდან გამოსული ხალხი ბევრი ანგარიშები ქონდა გასაკეთებელი ძველი ანგარიშების დაწყობა მამა პაპური თუ პირადი ყველაფერი მოდის მოშესთან და მოშე ყველაფერი ახლა ისწავლენ თორა მიიღენ გამჩენიდან და ეს შეიძლება ეს არ შეიძლება და დაიწყენ ალახოდების გარკვევა კაცთან შეცდომაში ყوارა ვარ ყوارეკის გადაუხდი რაც არის და მოდიან სამართალი და ამაზე ხალხი დამდგარია დილიდან საღამომდე აინახა ით რომ რასაც მოშე უკეთებდა ეს დაეუნება მოშეს რას უკეთება ხალხს რატო ღლიო შენ თავსაო და რისთვის ღლი ხალხსაც დილიდან საღამომდე დამდგარი არიანო რაგინდა შეეუნება რადგანაც რომ მოდის ჭულთან იგიერი დაეძებენ კითხულობენ
უფალსა ღმერთსა და მის კანონებს. კიელაემ დავარ ბაილაი. აქ ვინც რომ კარგად კითხულობს სეფერ ტორას და უკვირდებით სიტყვებს, აუგდით რომ დაიწერა ცოტა არა გრამატიკულად. კიელაემ დავარ ბაილაი ვაქვე მათ როლესნა საუბარი ზეგი კამათი გაუგებრობა მოდის ჩემთანავ. უნდა დაიწეროს თუ აქ გაუგებრობა როლესობისენი მოდიან ჩემთან. თუ დაიწყო როლესობისენი გააგზავნო როლესობისენი. ან თუ მარტივიერი წერა ვერსისენით გააგზავნე ვერსისენით. მაგრამ დაიწყო როლესობისენა და მერე გადავიდა ერთობისენაზე. კი ელაემ დაბარ მათ თუ ეკნება საუბარი მოდის ჩემთან. რიგავი რატო არის ეს? რამოდენი ფიუში. პირველი კი ელაემ დაბარ თუ რამე საუბარი აქვს გაუგებრობა მოდის ჩემთან გამჩნევ. მოდის ჩემთან ეს არ არის ხალხი. თუ ეკნება მათ კამათი გაუგებრობაო გამჩენი მოდისო ჩემთანაო და მიცხადებსო ვინ არის მართალი და ვინ არის თვალი. მე არ მჭირდებაო ძალიან გასამართლება, მოწმების მიღება, ხალხის ჩარევა, აი შენ ვინ აკავს მოწმე, სად არის კონტრაქტი მოწერილი ხელის, არაფერი. გამჩენი და რომოდისო ბრძანება ჩემთანაო ეს არის მართალი და ეს არის თვანიო, შქარად წვედა შემოდია რა, რომ ვინახი ახლა მაღაზია ხო? პურების აღება, პურების, აი როგორცა პური დადვა პური წავიდა. და მოდის სერეთნა, რო იტყვია, თვითონ მიმდინარეობს და მოდის. მარტო აცხადებს მოშერაბებს, შენ ახარ მართალი, შენ ახარ თვანი. ამბობდა. შელომოც ასე იყო, სოლომონი. შემოდიოდა სასამართლოში ხალხი, არ ჭირდება ველაპარაკი. შენ ახარ თვანი, შენ ახარ მართალი. გამჩენი ცხადებოდა პირდაპირ ამას. ამიტომ წერია. კიელაემ დავარ, თუ აქვე მათ საუბარიო, მოდის ჩემთან, გამჩენი მოდის ჩემთან. ერთი ბიუში. მეორე კომენტარი ვაკეთებ. რატო წერია კიელაემ დავარ უმრავლესობისენით? მოდის ჩემთან ერთობისენით. ბაელაი მოდის ჩემთანო თვითონ სამართლის პატრონიო. არ მიაგავსო ისრაელში ჩატარებული სასამართლოები ჩემთანაო მოშეუნება იმ დროს. იმ სასამართლოს რომელსაც შენ იცნობ. რატო? საერთოდ სამართალში ორი კაცი რომ მოდის. რაზე არის დევა და ჭკუპი? ეს ამბობს ჩემი არის, მეორე ამბობს არა, ჩემი არის. ზეომერ კულაშელი, კამათოვე ხელში უკავია. ო, ჩემია, შენია. ჭკუპი მიდის ვისია. ეუნება მოშე იტროს. ჩემთან ასეთ სამართლები არ მოდის. ჩემთან მოდის ნაბაროთ. იმ ხელა სიწმინდეზე არის ხალხი მისულიო. თვითონ მოდიან და მეუნებიანო. ეს ქონებაო ჩემი არ არის. და მე მინდა რომ დაუბრუნო ის პატრონსა. და მე უნდა გამოუძახო იმეორეს, იმისათვის რომ მიკუთვნებით მიუკუთვნო მისი ქონება, ისიც ამოს არ არის ჩემიო, ეს ამისი არის. ესე იგი, ნაბაროთი არის. ამ ხალხის ერთმანეთში კამათიო. არა შენია. არა იმაზე რომ ჩემია. გილჯებია, ჩემია თუ შენია, არა. შენია ძმაო, წაიღე. მეორე არავით არის. არ შემარგოს გამჩენა, არ არის ჩემი შენია. ესე არის მიდრაში მოყარი. მე მაგონდება ამაზე. ალექსანდრ მაკდონელის ისტორია. საკითხული მაგ მიდრაში ყოველეთში. ალექსანდრ მაკდონელი ჩავიდა მსოფლიო და ვიცით რომ ხელში ჩაიგდო ტელევიზორი. ხალხგაზრდა ვაჟკაცი 32 წლის ასაკში უკვე დაიმყრო ხელში მსოფლიოს დიდი ნაწილი ადგილები. მაჩორის ამბობენ ასეთი განხილვარი თალმუდშიც არის მაგრამ მოყანილი და მიდრაშიც არის მეტად. ერთ კუთხე ადგილზე მოვიდაო ალექსანდერიო და დაინახაო უზარმაზარი ვებერთელა გალავნები, რკინის გალავნები შესავალი ვერ იყონა. და ესნის ხმა შიგნით ხალხი ლაპარაკობენ. დაუსვა შეკითხვა. შესავალი სიდან არის, სიდან უნდა მიუდგეო, ამ კუთხესაო. ეულებიან ეს არის ღმერთის მონაკვეთი, კუთხე. აქ მარტო წმინდა ხალხი შემოვლიან.
ზია შაყარლა ადონაი ეს არის ჭიშკარი გამჩენის სახლისკენ მარტო ჭიშმარიტების შემოვლიან ბოროტები აქ ვერ შემოაღებენო ვერ შემოვლიანო შენო ჭკვიანი კაცი ხარ ნასწავლი მაგრამ ძალიან დიდი ბოროტი ადამიანს ისე რა ქვია ამ ადგილსაო და ეს არისო დაბლაურის 64 განხედელი შემომასწავლებელმა არისტომ იცის ეს ადგილიო არ ვიცით თუ იცით როჩავალო საბერძნეთშიო აფერ დავაჯერო არისტოს მასწავლებელს რომ მე აქ ვიყავი ამეცით რაღაცა მიხდი რომ წაუღო უსროლენ ადამიანის თვალის მსგავს ფალიგერი მიაგავდა ზუსტად ადამიანის თვალს გალავნიდან უსროლენ და დაინახა შეშინდა რა არის ესეოდა ადამიანო თვალი გაქვს ძალიან დიდიო და შენი თვალი ვერ ცხებაო ამიტომ ეს არის რომ მოგეცით ისროლეთო ადამიანის თვალის მსგავსიო ადამიანი გაგაჩნია მანათი გინდა 2 როცი როგორზე 2 მოხცა გამჩენმა არ არის საკმარისი უკვე გადადიხარ 6-ზე 6 გაქვს გინდა 20 ძიგი შენი თვალი ვერ ცხება ვერასოდეს საკითხული მაქვს გაგაონ ბენიშხაის ნაწერებში მაქვს რაღაცა ნახული ესე ერთხელ ბავშვი დედა და მამა გაუშვა რო იყიდნენ რაღაცა საკითხები მაღაზიაში დუკანში და მიცენ ბავშვ 200 მანათი ჩავარიშ რო იყიდეოდა პროდუქტი იყიდეო გამოიწერე ყველაფერი გამოგზავნეს აღისკენაო და 200 მანათი მისცენ მიდის ეს ბავშვი არება ნუ ფიქრები აქეთ იქით გზაში მღერის და ეს ფული გაუვარდა ბავშვ ჯიბიდან ნუ ქვიშა იყო რაღაცა და არც გაუსია გული თვითონ ჩამოჭდა რაღაცა გამოვარდა ჯიბიდან და მე მივიდა მაღაზიაში ებიჯო ფული არ არის არ ჩანს მე ყველაფერი დატვირს და ყველაფერი რაღაცა იგი შეცვა დააბრუნა ადგილზე ყველაფერი თელი პროდუქტი რაც ხო დაღებული ყველაფერი თავის ბადახუმებში მაგრამ ტირის დამჯარია გვერდზე ტირის ჩამოიარა ერთმა კაცმა შვილო რა გატირებს რაზე ტირი ხავ ფული დავკარგიო 200 მანათიო და დედა რომ მივიდე და სახში და დავინახოს დედამაო რა პასუხი გარსე დედა ჩემსაო სად არისო ახრაიუთი ადამიანი რომ და იყო შენ რასაც გაძლევენ ის ცოტა ყურადღება რაღაცა მეო რომ გეცეს რა ამაზე დიდი ხარ შვილო რამდენი იყო 200 მანათიო ამოიღო კაცმა 1000 მანათი და მის ჩაიდევი ჯიბეშიო წადი პროდუქტი იყიდა და წადი სახში ამ ბავშვმა ჩაიდვა ეს 1000 მანათი და იარება უშასწავ და ძველადია არ მისულა მაღაზიაში პროდუქტის საკითხად აღარ მიდის ეკითხება ჩამოიარა ამ კაცმა ნახევარ საათის შემდეგ რა ბიჭი ნახულობს კიდე ბიჭი რეალოს იგანა ბუზივი რასაკეთებოდა ჩემ 200 მანათ ვეძებო მაინცავი 200 მანათ როიც დავკარგი შვილო 200 დაკარგი გავიგე მაგრამ რაღაცა ხო იშონე მაინცავ მე ხომ მოგეციო 1000 მანათიო იმაგრამა ის რო არ დემეკარგაო ეხლა 1200 მიხდებოდაო აუვირდი აზრი შენ ის არ დეგეკარგაო შვილო ვერ შეგიბრალებდიო 1000 არ მოგცემდიო და 1000 არ გეკრიბოდაო დარჩებოდი 200-დაო თვარი რატო გაგდიდიო შენეო შენი ბედი რაც არის ბარუხაშემ შენი მოიგე 1000 მოგცა გამჩემო 200 საცვლად სადი შვიდობით ხლა ვისაც გამჩემა დააწერა ის იპოვნის მაგურსაო ეგე ადამიანის თვალი მაგრამ ახლა პარადოქსია თვითონ ამ ბავშვის ლაპარაკში ხლა თვითონ არ უყურდება მაგრამ ბავშვია ის ვარ დემეკარგაო 1200 მიქნებოდაო სინამდვილეში ვარ დეკარგა 200 დარჩებოდა 1000 აღარ ეხნებოდა მაგრამ საერთოდ ცხოვრება ეუნებიან ალექსანდრ მაკდონიელს ადამიანო გაინგენ შენი თვალი ვერ ცხება ვერასოდეს ამიტომ გისროლეთ თვალის მსგავსიო წადი წაუღეს შემასწავლებენ არისტოს ანახენ გააგებინენ რა ყოფილა ადამიანის ბუნება აი ეს არის გაკვეთილი რაც უნდა ისწავლო ეუნება ამათ კითხვას უსვამს ავადმყოფობა ჩვენი ადამიანების ვისწავლენ მაგრამ რა არის წამალი ამ თვალის უბედურობას რა დამწყნარებსო შეკითხვა დაუსვა ამათ
უსროლენ ზეიდან კიდევ მეორე საჩუქარი რა არის ნაილონია რაღაცა პატარა კახალდი შიგნით ყრია რა მიწა ცოტა მიწა რა არის ეს მიწა არისო მარტო მიწა არის ადამიანის თვალის დამამწყნარებელიო სანამ სოცხალი ადამიანიო მის თვალ ვერაფერი ვერ დამამწყნარებს სულ დვალეხე შეჭამა თვალი ჭამს ადამიანი ყველაფერს უყურებს და ყველაფერს ალექსანდრე მაკედონელი ოჩადის ამ ყველა სოფიო კუთხეში მივიდა ერთ ადგილზეო წერას მიდრაში ყოველჩი მაკროპოლიტები თუ მიდრაში მიშპატიშიც უნდა იყოს კაცი და წერია რომ მეფე კაცია სერბა სახელად სახელმწიფო სერბა კაცია სარი აფრიკაში რაღაც ალექსანდრე ძალიან ყველგან სადაც შევიდოდა აწყობდა უნდა სწავლობდა კითხულობდა წიგნები დაწერილები წმინდა ნაწერები თუ ჭკვიანური ეს იყო მისი მისწრაფება ყოველთვის აწყობდა ესწავლა სამართალი როგორ მიმდინარეობდა იმ სახელმწიფოში მეფეს ეუნება მამწონსო ძალიან თქვენი სახელმწიფო დავინახეო თქვენი წყობა ჭაცმა დაყურვა შენებლობა არქიტექტურა ყველაფერი მე მეწონა ძალიან მაგრამო მეტად მაწყობს და მინდა ვისწავლო თქვენი წყობა სამართლის როგორ მიმდინარეობს სამართალი როგორ იქნებაო ხალხის გასამართლებაო დამიცახე მეო და მინდა ვნახო როგორ სამართლდება თქვენ მართლაც იყო სამართალი მეორე დღეს და გამოუძახენ ალექსანდრე და სამართალი არის რაღაცა უშუალო სამართალი კაცი მოდის მეო მიწა ვიყიდეო ამდენი და ამდენი ჰექტარი ჩემი მეგობრიდანაო პატივისცემულ ვალოდიადანაო ვალოდიაოს კიო მართალიაო მეო მივყიდეო პირველი ამბობს მიწა ვიყიდე მაგრამ მიწაში რო დავიწყე მიწის თოხნა ბაღვა გამოჩნდა უზარმაზარი ქონება ქონება ჩემი არ არისო მეო მიწა ვიყიდეო ამბობს ერთი მაგრამ მე არ მიყიდია ის ქონება რომელიც აწყვია მიწაში ეს რა არა თქვენი არისო გამყიდველის არის გამყიდველი ეკითხებიან შერასიტიოდა მოახმაროს ვიზია გამჩენო მე არ ვიცოდი ბაგარა რა ქონება იყო და გამჩემა მაგას მიწა აპოვნინა ბედნიერად ახმაროს გამჩემა ეგი აბერაც მოშენაბერუზო ეს ამბობს შენი არის მეორე ამბობს არა შენი არის იმას გაჩქობა ჩემია მამეცი წაგლიჯვა წაღება წართმება არა კანონიერად მითვისება აიგე არა სამართლით გალება ამაზე რა ლაპარაკი ნაბაროთ წადის რო ბედნიერად მოგახმაროს გამჩენა შენია ვიდი სიგანა ჩხუბიდება არა ძმაო რაშიმიდა შენი ქონება არა ძმაო არ მიყიდია მოკლედ ამაზე ვიდის თერდება და ალექსანდრე უყურებს წინ დაინახა კაციას მეფემ ალექსანდრე გაგვირებული რა გაგვირებს ბატონო და საინტერესო სამართალი არის ჩვენთან ყველა არისო წაღებაზე წაგლიჯაზეო და განო კაცებაზე ვერ გავიგე რა სამართალია ეს და ეკით რა ინტერესდა ალექსანდრას გაკეთებდა ეს კაციას მე ხო განაჩენ ხონდა გამოიტანოს შენაბო არა რაბი ბატონო რაბი შენია რაბიაო ზარა ბატონო რაფი შენია წაიღე ას გადაწყვიტავს მეფე ხოლო სამართალი მეფემ ძანა დავძანდით სამართლება გადაწყვეტილება მივიღეთ აი რა არის გადაწყვეტილება შენო გამყიდველი ეკითხებიან ბიჭი ყავსო კიო ყიდველი ეკითხებია გოგო ყავსო კიო რამდენი წლის არის შენი ბიჭიო ო სიზის იქნება დაახლოებით ცოტაღანშიო შენი გოგო 17-ისაო დააქორწინეთო ბიჭთა გოგო და ეკონება მაგათ მიეცი და ალექსანდრე უყურებს თუ კამათმა ჩხუბმა გააკვირა პირველად ამათი სასამართლოში მოსვლა ხა განაჩენმა გადაწყვეტილმა სულ ვაფშე გამოიყვანა ყოლოფიდან და ამან უკვე ალექსანდრემა როცა გამოაჟღერა არაყოფილობა სამართლიდან და განაჩენიდან იკითხება კაციას მეფე რატო რა არის აქანაც ცუდი გადაწყვეტილებაო და თქვენთან რაფერ გადაწყვეტილებით ამასა ალექსანდრე იკითხება ჩვენთანაო თავწავაცლიდი ერთსაოდ მეორესაცაო და სახელმწიფო ჩაიბარებდა ქონებასო იკითხება მეფე იმ კუთხის იმ და კარგულადილის ქალა კაციას მეფე
ეკითხება ალექსანდერს, ბოდიშიო, თქვენთანაო პირუტყვი არსებობსო? კატა ბოდიში ძაღლი არსებობსო? კი კაცო. აბა ერთ რამეს გეტყვიო, თუ თქვენთან მოწვიმსო და წვიმა ჩამოდისო, არა იმიტომ რომ ღირსეული ხალხი ხართ. თქვენაერ ხალხ არაფერი არ ეკუთვნისო. ალბათ იმ ჩიტისთვის, კატისთვის და ძაღლისთვის წვიმავს და შემთხვევით თქვენ სარგებლობთ. აი, დაუგვირდით. ეს მიდრაში შემაწერებში მოყოლი საц. ეს ამბავი იყო უდაბნოშიც. უდაბნოში ისეთ სიწმინდეზე იყო ვიზური ხალხი. ეს ჩემი ქონება თუ არ არის, არ მივიკუთვნებ. არ მოვკიდებ ხელს. ეს თვისება მოდის ხალხში, რომელიც არის წმინდა ადამიანები. როიცია რომ გამჩენი ზანდება ფეხოლის. ის ზანდება მამცემი. ის ზანდება ჯილდოს მამცემი. და თუ გამდიდრები მე არ წაგლეჯით. არა წართმევით, არა მოპარვით, არა სიცრუით, არა გადაგდებით, არა მოტყვილებით. თუ გამჩენიდან გაწევთ ადამიანო, გამჩენი მაგას მოგარბეს. რაც შენია, იცოდე შენია. რაც გეკუთვნის, მან შენ იქნება იცოდე. და ის იყო ცნობა ხალხის უდაბნოში, როცა ისწავლეს მოშეთა თორა და იმ ხელა სიმდიდრეში ცხოვრობდნენ. იმ ხელა ქონება მისად გამჩნდა. ისრაელიდან გამოტანილი, მერე ზღვაზე ნაყოფნი, მერე გამჩნდა ზღვაზე კიდე გამოუჩინა ქვეყანა მოყარას ზღვამ, სასწავლობა წერია მიდრაში. თუ რამე არსებობდა მსოფლიოში, ყველაფერი ამოყარა ზღვამ და ყველაფერი მიცა ისრაელის შვილი. ყველაფერი. მაგონდება ახლა პროსტა მაგონდება სიტყვაზე. ის დამაგვარი. რაბი ხაიმ ბერყატარი. მაგასია ასეთი. არ დაჯდებოდა ოჯახში პურ არ გაშლიდა, პურმარი არ გაიშლებოდა, თუ არ ყავდა შაბათს პურმარი. შაბათ მithumetes შაბათ. ელიგურის განმავლობაში რა თქმა უნდა, რომ ხელგაცემული ძალიან გამშლელი ხელის, სედაკის გამტანი, როაც ყველა ადამიანს ევალდებულება, მაგრამ შაბათი არ მოხდებოდა მის ოჯახში, რომ ადამიანი არ ყოფილიყო სტუმრად მოსული ვინმე. არ არსებობდა. გაუშვებდა მოსამსახურეს, დაძებნე თუ ვინმე სალოცავში მოსულია ვინმე საზოგადოებიდან, ქალაქგარეთიდან, თუ ვინმე სახლი ჭირდება, ბინა ადგილი თავიდადვას, საჭმელი, სასმელი, ჩემი სტუმარი იქნება შაბათს. ერთხელ ბევრი როარ გავაგზავნოთ, ბევრი გაფრთხილის შემდეგ, რომ თელი ქალაქი გაიფრთხილდა და ხალხი გაუშვა, კაცი არ გამოჩნდა, არა ვიღაც. შაბათ შემოძანდება 5:30-ს. 2 საათი მოვიდა შუადღის, მოდიან ყველა გაგზავნილები. ბატონო რაბიო, ვერაფერი ვერ ვიპოვნეთო, ვერ ვიპოვნეთო, ვერ ხედავთ ვერაფერს. გადაწყვიტა რაბი, სოლეუნება, მეწავალოთ შემითაო, დავიწყებოთ ზებნასაო და დაიწყო, შემოაჯდა ფაიდონს და ჩამოატარა ელი ქალაქი. ბოლოს ბევრი რო არ გაგზელდეს. მივიდა სასაფლაო ვარი, საფლავები, ხელაც ჩაიარა იმ კუთხეში. ხედავს, ერთი ახალგაზრდა დამდგარი არის. აი ჩაცმულდა ხურული ეროპილის პირით, ეროპული ჩაწყობით არსტუკით, მეტიერა, ჩაბარცნილი, კარგად, ჩაბარცული მეტიერა. აწყვია რომ ადგილობრივი არ არის, ხდება ისაბად მაროკოში. აწყვია რომ ეს რაღაცა საფრანგეთიდანაა ჩამოსული ვიღაცა სტუმარი, ან ისპანეთიდანაა ჩამოსული სტილიშია. მოახლოვდა მას რაბი, დაინახა რომ ირის ეს კაცი. ირის და ბღავის და საფლავთან დგა და მოუხმო ყურით. და ეს ამის ლაპარაკები მოისმინა, რა თმინდა სიცოცხლე. მამა ჩემო, შენ საფლავთან აგერ დარჩემი ჯობნია ტირის, ამის სიტყვები ამას რაბის ესმის გვერდიდან კაცო. მოახლოვდა შვილო, რა მოხდა, რა არის? რატო გაქვს ხელი აღებული ცხოვრებაზე? წამოვძანდით ჩემთან, მოდით, მოისვენეთ, დალაგდით, დამშვიდით, კუთხე, ადგილი, გავუშალენ, რა თქმა უნდა, ხელა, ჩაი, ყავა, მithmeვა, რაბი ტირის. მეო, ისე ცუდი ამბავი დემემართაო,
მე ვეღარ მორჩებიო, ვეღარ გამოვალო. ჩავრი და დარდით, ჩავკვედებიო, გადავყვებით შემქონებასაო და მოუყვა. შენი ცნობდიო მამა ჩემსაო, რა მისეკითხე. მამა ჩემი იყო ცხოვრობდა მორისიერება სადებათაო ასე და ასე. აბძანდა 25 წლის წინეთაო. იო გასო, ამას თქვენი შენ ბავშვი იყავი მაშინო, კიო. იოატევეო, აქაურობაო და წავედიო და ბარუხ ჰაშემ დიდი ქონება მშონე საზღვარგარეთო და თერი ჩემი ნაშუარი, ნამაგარი ცხოვრების მანძილზე შემოჭრილი ფული ყველაფერი ჩამადანში მქონდა ჩადებული ყველაფერი და ჩამოვედი პარახოდიდან. ჩამოდივარო და ჩამოდივარო ვიღაცა მამარტყა ხელია და მაინც გამივარდა ხელიდანავე ჩემი ჩამბადანივითაო პატარა ისამი ნუ ჩემი ქონება ყველაფერი წყალში ჩავედა გადავხდი წყალში ზებრა დაუწყე მაგრამ ვერაფერად ვერ ვიპოვნებოდა და ამაზე ტილივარო და ხავის და ამბავში რავის დამოყვება თანტირის დალავარაგოს თან ვერაფერად ამი უთხრა შრამი შვირო შეგიძლია მანახო ადგილიო სადაც რო მაგამე მოხდაო კი ეყანა ჩქარა შაბათის შემოძალებას ვიყია 45 წუთი დაახლოებით და რამი ხედავს ამას ამშვიდებული არ არის ელი შაბათი როლეყე ეს ძალიან ცუდად იქნება ცუდ ხასიათზე და რა უნდა რომ ცუდ ხასიათზე შაბათ შეხვდეს გაიყვანა რამი დააყენა ზღვის ნაპირზე ეუნება ამას დაუკვირდი კარგათაო ხა ბლოცვილობ მე როდესაც დავიწყე და მოიხრებაო ზღვიდანაო რაღაცეები ახლოს შენთან იქნებაო რომელიც არის შენი მას მოკიდე ხედავ იროს არავი და დაიძახა სიტყვებით ზღვის ანგელოზო გაფიცებ შენეო რაც ამ არემარეში ამ კუთხეებში არის ქონება ჩაყრილი დაკარგული ან ვიღაცას გავარდნილი ხელიდან და შენში მოვხდარი სულ ამოყარე ეხლავეო დაიწყე ჩხარამოყრა შაბათ მოგზანდებაო რუარმა ამოიყარა ბიჭო ზღვიდან რომ გინახია როგორც უსვათ წყალში რო გაჩნდება ბუოთ და დაიწყებს და ტალღივივით ამოიქრება და იწყებს წყალი ჯგუნ და ამოიყარა და იყრება რაღაცები და რა მეკითხა შენი ხوارა არა სანამ ამოვარდა ის პატარა ჩამადანია აი ჩემი გონებაო მოგიდა ხელი და რა მეკითხა აშვილო ბედნიერათაო და წამოდიხა შაბათი სიცინდე არ მოდის აებს ადამიანი რომელიც რომ ძალიან მაგრად მიკრულია გამჩენთან რომ სამსახურში კედუში სიცინდით იცის ვინ ზანდება ყოლმის პატრონი რომ ეს ქვეყანა არ არის პატრონო და რაც მინდა იმას არ არსებობს რაც მე მინდა გავაკეთო არ არსებობს ყველაფერზეა სამართალი ყველაფერს უყურებს მაღლაური თვალი ყველაფერს წერავს მაღლაური ხელი ამ ზობასი კაცი რო არის და ამ გაკიბაში ხოროს მაგას შეუძლია მე სასწაულები დეტალს იავოელა იაყამ როცა მოვლიან ჩემთან იგიერიო ლიდრო შელოინ მოშეუნება ითროს არ მოდის ხალხი სადევა საჩხუბარად მაგრამ ეძებენ ღმერთსა და მის კანონსაო ამიტომაც თუ ექნება მათ საუბარი რაიმე რომელიც რომ მათი არ არის ბაელაი მოდის ჩემთან და მიმხელს ეს ამისია ბატონო რაბი დაბრუნებით მინდა რომ დაუბრუნო ასეთი სამართლები მოდის ჩემთანაო ვეშაფათი გავასამართლებე მეო კაც და მის მეგობრის შორისო ვაცნობე მათ კანონებს საღმერთისას და თორებს სამისა ეუნება ითქო ყველაფერი კარგია ჩემო სიძეო მაგრამ არ არის კარგი ხალხი სიღლება შენ სიღლები კარგია რომ სამართლებ მაგრამ ჯობს რომ სამართლები დანიშნო ამის მინე კარგად ყათა შემაღბეკოლი ოსმენე ჩემ სიტყვებს ირჩევ მე შენ და ღმერთიც თუ იქნა შენთან და ღმერთმაც თუ დაასკამა და მიიღო ჩემი რჩევა შენ უნდა იყო გამჩენთან შენი სამსახურია გამჩენთან ყოფნა გამჩენთან სიახლოვე ხალხს გასამართლებს ხალხი
ძიმე საკითხი რაც ունიქნება ვერ წვიტამენ შენთან მოიტანებენ იმას შენ გადაჭრი შენ გადაწყვიტა ვასე იქნება იცოდე ვეგან ქოლა ამაზე ალმეკომო იავო ბშალომ ეს ერიც ყველანი იმეთა დავარაზე თახასწე ვამ საქმეს ენგრეთ მოაგვარე ეს ერიც მის ადგილზე ყველა შვიდობით მოვლიანო და შენც გაუცდებ ყველაფერს ალახაბზანს სმაყოყავს სმა სეფერ მირატენა იმიანი ას მოყავს ეს ილხოთ ბრახოჩი უნდა იყოს ილხოთ ბრახოთ არ მასო მგონი 226 ვარს დედი არ დამიჭიროთ სიტყვაში ეს უკვე დიდი ხანია რომ არ გადამიხედია მაგალახაზე კაცი როლოცა კაცი უნდა უთხრა ლე შალომ შვიდობისკენიანი გზაზე კაცი რო გადის ლე შალომ და კაცი რო მოდის იტყვიან ბაბე შალომ ხოლო მისვალებულზე იტყვიან იავო ბე შალომ იანუ ხუყალმიშკევოთან ბე შალომ შვიდობით მოვიდა მაგრამ სოციალზე იტყვიან შვიდობისკენ მიდის რატომ არაკმარო ადამიან რასაც მიაღწია დალოცეს იტყვით რომ კიდე უკეთესობისკენ წაიწევს ლე შალომ მართებით სიკეთისკენ შვიდობისკენ უკეთესობისკენ მაგრამ მისვალებულმა უკვე თავისი მოიარა დაამთავრა პლანია ბაბე შალომ აშა სადამე აღარ შეგით გაიბადება ითრო ეუნება მოშეც იმეთა და ვარაზე თაღასე თუ ეგრეთ გააკეთებო ვეგან ქოლაყამასე ყალმეკომო იავო ბეშალო ისეთენი ლაბარაკება როგორც მკვდარი ლაბარაკებიან ისაც დამთავრებული აქვს საქმე ამ ხნათ უკვე და მიდის სიფხნათ შვიდობას იბარებს ეგე ვეგან ქოლაყამასე ყალმეკომო იავო ბეშალო უნდა ეთქვა ვეგან ქოლაყამასე ყალმეკომო იელეხ ლე შალომ ასნიშნავს სმაკ ბავშვობაში წაკითხული სეფერი არის რიბიერეკზე პაპო ასე გასახელად ბულგარიაში დიდი რამე იზრდებოდა ამ სეფერია სახელად ბელეიოღეცი აქ განაყურებში ვარსები მაგ ერთი ძველი საქართველოსთან ამოტანილი და მაგ-აქანაც შეძენილი რაბები ჩვენ უნდა საქართველოსთან ვამბობ რომ ჩვენ რაბები უყარდა ამ სტორის წაკითხვა აქ არის დიდი კაი რჩევები საერთო ცხოვრებაზე ადამიანობაზე მოქმედებაზე ურთიერთობაზე ცოლი ქმარი მამაკაცი დამშვილებთან ერთად დედაკაცი შვილებთან ერთად ურთიერთობა რძალი ეგე ოჯახში როგორ გამოიქცეს რძალმა ქმართან თუ ქრისტიანთან ყველაფერი კანონები ცხოვრების ჭამასმა დახურვა ჩაც ყველაფერი მოკლედ აღებიცემა სულ ყველაფერი თემაზე ლაბარაკობს ეს დარიგებებია ფელე იოღეც კაი რჩევები ასე გასახელად როგორ დათარგმნოთ ეს ივრითულიდან გამოდის კარგი რჩევები სასწაულის რჩევები ასე ქვია ამ სწორას მაგმა წაკითხული ეს ვაი ეს სიტყვები საგაცა იშვიათად რომ მაგასები დაიწყებს არავითარ მაგ წიგნი არის თორა დარიგების კანონების законების ხოლო ერთი მოყავს თუ ორი სულ თორაში მათ შორის წერავს რომ ადამიანი თუ ადამიანს სხვისი ქონება ხელში არაკაშრად არც იმ ქვეყნად რომ მიდის პერსონებს ამიტომ მოდის გილგული აგერ ხედავთ შორარ წავიდეთ კაირმა მოკლაებენ წაგლიჯა წართვა კაირმა ევებს რაც ქონდა ევებს ყველაფერი თავის ქონება ცხოვრება სიცოცხლე სულ ყველაფერი ვიცით რა ეს დიბრეხორები უკვე ნუ ხო იოთერ მეტი ნაკლები ცოტა გაშიფრული მოსმენილი გაქვს ყველას არ შეიძლება სამჯერ დაბრუნდა კაინი გილგულში ნეფეში როახნიშა ვიცით აბერ დაიწერა იქ ოდაცებლა გამჩენა კაინი ასეუნება ქიშიყათაი იუკამკაი შენე კამას იცოდე სხვადასხვა თაობები აიწყოს მაგრამ გარემზე სამი რომელიც იყვნენ ნეშამა რუახი ნეფეში კაინს ძირითადი ესენი
კაინის ნეშამა ვინი ითრო ჩვენ პარაშას ეკუთვნის კაინის რუახი ლაპარაკობ რუახზე ვარი ნეშამა ნეფეში რუახი ნეფეში თუ იყო მიცრიელი იყო მიცრიელი ნეფეში რომელი მიცრიელიც მოშე რაბენუ მოკლა მოშე რაბენუ ხობზანდებოდა ებელის გილგული აუგირდე მოშე რაბენუ ებელის გილგული ყველა კუთხიდან ლაპარაკობ ნეფეში რუახი ნეშამა ყველა კუთხიდან აუგირდე კაცო და მიცრიელი კაცი რომელი მიცრიელიც მოკლა მოშემ ის იყო გილგული მაგის კაინს დიდა მეორე რუახის მხრიდან ლაპარაკობ რუახის მხრიდან ეს არის რომელიც მოდის სხვა დროში ბილყამის თაობაში და ისიც მოიყვანა გამჩენა გაუშვი ით რომ მოდის მარტო ნეშამის მხრიდან მაგრამ ნეშამა ყველაზე მაგარი ამიტომ შივღადა იუკამ კანა რემეზი მოგცატორა სიტყვაში ჩასული არის სამივე გილგულები ოკლე რო შევიდე ახლა არის სიტყვები არა ხაი ვიტალის სიტყვებია თავის პირუშებში სეფერყეცა დაყაჩი და რამოდენად გილებზე მაგ ნახული კიდე წერა სამ პირუშებ არ შევდივარ ახლა მაგაში ხოლო ამ პარაშაში წხედა თუ ამბობთ რომ მოშემცანდება ევე და ით რო არის კაინი გამოუგზანა ამ სიტყვებით ით რომ მოშეს ამინ ხოთენეხა ით რომ ბაელეხა მე შენი სიმავრი ით რომ მოდივარ შენსკენ აუგირდი პირველ ბუკლებში ჩასულია ეგანა სიტყვა ახი ამი ალე ხოთენეხა ხეთ ით რომ იოთ ახი ჩემო ძმაო ხლა ამ გილგულშიო ამ ოსულაში ამ მოვლენაში ამ თაობაში მე ვარ სიმავრის შენახარ ჩემი სიძეო მაგრამ სინამდვილეშიო მე ვარ შენი უპროსი ძმა და შენახარებელი ჩემი უცროსი ამ ესე ეყოლამაზე ექვეყანა ეს სამყარო არ არის მარტო სასწავლებლებში ხა ჯიხარა შენ მე რა ვიცი რომელი გილგული ხარ გილგული ხარ ნეშამა ხარ ზველად მოსული ამ ქვეყნად რაღაცის გამკეთებელი ხარ ზველად ხარ ხო ყველანი ვარ ცვარ ხარ ყველანი მასწავლებელი ცვარ ყველანი ახალი ნეშამოთები არის ზელიცრავს ესე 500-600 წელიწადი არის რომ ახალი ნეშამოთები ამ ქვეყნად აღარ მოდისო ვინც მოდიან ყველა მოდის გირგულები მარტო ძველი ხალხის დაბრუნება და ტრიალობს ეს ბორბალი და მოდის თუ ადამიან წარწაგდი ჯარაკანონიერათო ნეშამა ვერისვენებს სანამ გირგულში არ დაბრუნება არ დაუბრუნებს თავის ასწავლებს ამაზე წერავს მოყავს მაგას რაბისთან ბაღარ შემთხვევაში რაბისთან ბაღარ შემთხვევაში ეურება ედღეს თალბიდე მაგმა ის სხვაგანაც აკიკული ბავშვობაში მაგრამ პერიოდში მასუს თუ არ ცდები თუ არ ცდები პერიოდს მოყავს თალბიდე ეუნება ავრაზმოთო ცხენებიო ჩავდივარ თუ საკაცა სოფელშიო და ჩამოვიდა საკაცა სოფელში ვიღაცასთან მოაკითხენ ერთ ოჯახს ნუ გლეხი კაცი იქა მე აბედა და მოთ მიწება უშევდა ხარი პირუტყვი ცხარი ბევრი ბატი ხათამი დეული ცხოვრება სოფლური ცხოვრება რაბინ რა თქმა უნდა თამით დაარაგუნა ბალაბაიტი გამოვიდა რაბის მობძანდა რაბიოდა რაბის უნდა თქვენთანავ თუ შეიძლება რომ ამაღამა მოისვენოს კი ბატონო დის ევროპიდან და მიიღენ რაბი გამოდი რა თქმა უნდა გაუშალენ ხელად ოჯახში პორვარილი მიღება ცხოვრობა ყველაფერი ბოლოს საკითხი რომ წავიდა იკითხება ბალაბაიტი რაბის რაბიო რაღაცა მიზეზით ხარ ჩამოსული და რა არისო რა შეგაწყვეტო მითხარითო შეიძლება დეგეხმაროთ შვილო მე არაფერი მინდა თქვენთანავ მარტო ერთი რაღაცა მაინტერესებსო ცხენი ყოლიაო კარგი ცხენი ყოლიაო ძალიან აქებენო ძალიან ცხენსაო და შეიძლება თქვენი ცხენი ვიყიდო მეო შევიძინო ცხენები ვერ ვიღავს რაბი ხლა თქვენ ინერე თუთა ცხენი შეტანაო ცხენი წიდო მაგითო შეტანაო რა პრობლემა ისეც გიმიშუქრია შენთვისო რა პრობლემა არის რა თუ 150 ცხენები ვიღავს ეგერაო როყიმ ბაახუ გასულები არიან დელოზე მინდორში
მოქანაობენ, მოდიან. სვალი, ხი, აი ყოლე. ჩამოვიაროთ, მოდიო, ერთი მაინტერესებს სვალით ნახო და მე გეტყვიო რომელი და რა და რა. ერთი ცხენი იყო, ერთი ცხენი, არა, მაგარი ცხენი, ძალიან მაგარი ცხენი. რომელიც 5 ცხენ უდროდა ძალით. რაბი თვალი დასვა ეს ცხენი და მე. რაბიო, ვარ გეწყინებაო. 2 ცხენ გაჩუქებოდა, ეს ცხენი დამიტევეო. რა, სიტყვაში ვიცი შეიძლება დამიჭირო, მიცხრაო რა. ეს ცხენიო, მაინცო მაგარი ცხენი არისო. ამის ეს რასაც აკეთებსო, მეო გლეხი კაცი ვარ და მჭირდებაო მისალაო. მივდივარ ქალაქშიო, სოფელშიო ჩავდივარ. იარო შამაი მირდვარეც, ვერა საქმე აღება მისება ხალხის ნახვა. ჭირდება მაგარი ძალა და ეს ჩემთვის არის ზოგადად საკითხი. რაბი ეუნება? მე გთხოვ, რა თანხასაც დაასახელებო, მე თანხას დაგიდებო. ხოლო ცხენი მინდა რომ რაბიო, შევიდეთო, გავიჭამოთ რაღაცა, ვილაპარაკებეო. ყალე დილა გაათენოს განჩენა შუდებითაო და მოკლედ. ბევრი ვარ გავაგზელო. მეორე დილას რაბი ეუნება, ნუ რა გადაწყვიდეო ცხენზეო და რადგანაც ფენას ეკინდათო ეს ცხენიო რაბიო. გადაწყვიდეო რომ ცხენსაო ჩუქი. მე მაგაზე ფულა რაბი. ჩემი თვალოსო მაგლა. რაბი ეუნება ჩუქნიო. ჩუქნი. მეორე არ მიყვარსო საჩუქრებიო რაბი. შელომო დასერას თონემა დანოტიშკია. მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, თანაო თუ არ გეწყინებაო. შენო აქო მეზობელი ყავდაო, თუ გასუხსო. ერთი 8 წლის წინეთაო, მე მგონი საქობდი მასანაო. ელხანანი ერქვა სახელად. არა ხსენო. უხსენებელი სახელი შემოჭა. რა მოხდა რა? ამპარაო წამართვაო, წაგვიჯაო, ნებაო, საქმეშიო, ბიზნესშიო. დაიწყო მოყოლა. ამოყარა ყველაფერი. რაბი ისე ნელა შეყვალა პარაკში, ამოაყარებინა ყველაფერი და რაბი ეუნება? შვილო. მერე რა პრობლემა არისო, რომ მიხვიდეო და სადაც ხოვროსო და მიაკეთო და არიო წავიდაო, ნუ დაიწყო სუდა დახსნებს ზოლებუსაც და აგინებს, წევის, ათასი და რაბი ეუნება? არ გეწყინოსო გეუნებიო, მაგრამაო მე მგონიაო, მიცვალებულსაო, უკვე ამდენი ზარა აღარ აქვს. არც არის ლამაზიო, რომ მიცვალებული ახსენოს სუდათაო და ფულმა ის აღარ დაგიბრუნებსო. ხედავო, მისი ოჯახიო გაკოტრებული არის. ყველაფერი მოკლედ მოუყარეს. გაკოტრა და ოჯახი წაგედელი ყონება. მაინც არ შეარჩინა გამჩევა ჩემთან წაგერეჯერი. თელი ისტორიო. რაგენაყოლება დადექი და თქვიო. მიპატიებია. ხოცელი მისი სახელიო და ეპატიება ადამიანსაცაო და ის მოიცნებსო. ბოლოს ინტუაზე მიიყვანა რაბი მავლაპარაკში. ვიბრატორები ჩაუტარა. ყველაფერი დადგა და დაიძახა. მიპატიებია ელხანანისთვის. თუ რამე იყო ჩვენში გაუგებრობა გულით, სულით, მახულ. კიბერძევის მაისტრის მოერეკუხედა. რა არის? დიდი ცხენი, რომელიც არის მაგარი რამუშავი ცხენი. სულში გაგორებულა. ამან დაიძახა მახულ. ცხენი მოგვდარა. რაბი ეუნება? ის ელხანანიო, ისინი შამა იყო ამ ცხენში. ის მოვიდა და აბრუნოს ნისივარიშთან, ამიტომ ხუთსოლა გემსახურებოდა რომ მოასწროს. გადახდა ვალისთავ რაც ვალი ქონდა შთანაო. ამიტომ ძლიერი მაგარი ფიზიკურად კი არა იმდენად ძლიერიო. მაგრამ სულიერად ისე უნდა შედის დახმარება გეცია. ვალის დაბრუნება ყველაფერი ძალას ხმარო დაიკიდა. შვილო, იცხენი რომ მოკვდაო, ის იყო ცხენი, რომელშიც ელხანანის ნეშამა იყო. ხლაო რადგანაც რომ აპატიე ხომა ჩუქე ის ცხენი. ნაპატიები ხომ არისო. ეხლა მიცვალებულიც იმ ადგილზე სადაც არისო, მშვიდობით არის მოსვენები. აქედან ვსწავლობთ, თუ კაცის აქ იმ ქვეყნად როცა მიცვალდება, მაშინაც არ არის მოსვენებული თუ კაცის ვადიდან. ამას ამბობს ეუნება ითო მოშეს. იმედ ადაბარაზე თაყასტე. რომას გააკეთე? სამართალი ჩატარდება სამართლითაო. მოსამართლე დანიშნავო. მეტი ხალხი მოვლიან სამართალში დადგებიან და მეტად გაიშიფრება საკითხებიო.
ძიმე შენთან მოიტანებენო უბრალოდ საკითხები თვითონ გაშიტამენო მაშინ ვეგამ ქოლა ამაზე ეს ერიც როცა მივლიან თავიანთ ბოლო ადგილზე იავო ბეშა იმიტომ რომ სიტყვას ბეშა აგარ გულისხმობს ოცხარ ადამიანს მოწავლიან და მიცვალდებიან დანაო მაშინაც შვიდობით ნებიან ისული იმ ბოლო ადგილზე სადაც სულ ჩაბარები გამშეთან და სამართალში დადგიან თროს პარაშამ ვერ იგვასა ჯერ ერთი რა არის გმირუთხე ესე მეორე ვისწავლეთ რომ ითრო იყო პირველი გერი პროჯულებული ადამიანი სოფლიოში რომელიც აღიარებულია როგორც გერი აქამდე ისრაელმა ვინც გამოვიდა ეგვიპტედან ერთად ერთბაშად მიიღო ტორა მაგრამ არ იყო გერივები პროჯულებული ხალხი არის ეს იყო პირველი რომელიც თორის მიღების შემდეგ მიიღო სმენა გულით მოისმინა ჩაბეჭდა გულის დაფტრებში და მოდის გამშენდას მეორე მესამე რომ თუ ყამალეკმა იმჯერა ხალხის გულის გაგრილება ისრაელის მიერ ისრაელის ადმი რომ ისრაელის ასეთი ძალაც არ აქვე როგორც თქვენ ფიქრობდა ნუ შეშინდებით აი მე გავბედე თქვენ შეგიძლიათ გაბედოთ მოდის აკეთებს ეს დიდი უკაფო მოდის მეორე მხარედან და თუ მე ამ ხელა კომერი ყავდა ზარის სოფლიოში არ არსებობს სიძნე რომელიც რომ არ ამაკნასტავ არ არსებობს ძალა რომელსაც არ მემსახურე მე ვაღიარებ და ვამბობ რომ არ არსებობს ძალა ქვეყნად მხოლოდ გამჩენი ღმერთი თქვენი სოფლიო მოისმინოს ესო და გაიგოსო მაგალითი ჩემთანაო გამჩენმა მოშესუძანა შენ არ გახვალ შენ ცოლისთვის რომ მიიღო ცოლი და ნუ ცოლი მიიღებ და რადგანაც ცოლი მოვიდა მამამისად პატივსება არა არ ჩვილებისთვის აბარო შენ გახვალ ითროსთვის პატივცემ ითროს იმიტომ ეკუთვნის გულით არის სულით არის გაერთიანებული შენი ყოფრაში მის ოჯახში ის უკვე მორჯულდა გულით მაგრამ ფიზიკურად არ მორჯულებულა ახლა კი მოვიდა ბოლო გზნობამდე და გამჩენის სამსახურში შემოწა უნდა მიიღო მაგადა მიდომაც არის მიიღო მოშე რაბინო გადის მოშე ებურობენ ეს პარაშა ჩვენ ბევრ ამის გვასწავლის მე აქ ვერ შევეხე ასე დადიბროთ აცნებას რომელიც ამას ცალკე და რა შეგვიდა ქვეყანაც სადარაშოა პატარათი პროსტო როიტყვიან ალცე ამაზლეკ ასე და თან კიდე მოდი შეხორო ყველა და ცოტა სუსტად ვარ ძალიან სუსტად ნუ გარკვეულ მიზეზების გამო დღეს ჩემი დიაგნოზა ჩემი პროცედურები რაც არის დიალიზის გავაკეთე საღამოზე სუსტად არაშისინეთ ხოდა ძალიან სლაბად სუსტად მაგრამ ბარუხაშემ გაკვეთილი მაინც რომელიც პირეული ერთხელ არის დევარიონ ბიომო თავის მოყეთში თავის დროზე მაინც არ გავაცდინე რომ ხალხი რეკავს ყველა ხალხმა დარეკ ყველა კუთხეებიდან სოფლიოდან გასო და გაკვეთილი არ არის გაკვეთილი ჩემწოლი კითხებია მე ვეკითხებიან და ხედავ რომ ასეთი გაკვეთილი ბარუხაშემ ისე მიდის რომ ხალხი უყვარს ხალხი სწავლობს ერთ-ორ სიტყვას სწავლობს ერთ-ორ ალახას იგებს შინაარს თორისას მეტი სიღრმით მეტი გაგებით და ამისათვის მე ამის დათმობის საშუალება არ მქონდა რა თქმა უნდა და მაინც ჩავატარეთ ეს გაკვეთილი და მართლაც როგორც ვამბობ ყველას ჯანმრთელობას უსურვებ ბედნიერებას ღმერთმა ქნას რომ შვიდობის ამბები მეგვესმინოს ამენ ხვალ პარასკევი დღე არის და მე ვიკეთებ მეორე ვაქცინის ვიკეთებ უკვე ხვალ რა თქმა უნდა ცოტა სლაბად ვიქნე მაგრამ შეგვიძლიოს გამჩინო შვიდობით დოლათიანად ბედნიერად და მე ჩამათ უცხადებ ვამბობ ყველა ვალდებული ვიხარ დაგეკეთეთ ყველა აგრი ბადება აზრები მე არის მოდის ეს გრახური აზრები შეშინია ზოგიერთი მე არის პროსტო ხოლო გააკეთეთ გადაერჩინეთ თქვენი სულები დიდი რაბები ბრძანები რა ხელკანიოცკი დოლადორი ბრძანდება კიდე ქვეყანა რაბები ჩვენი სასამართლოებს გამოაცხადა დავწერეთ მაგაზე განცხადება სპეციალურად და მე ხობს უყურას რომ თავი დაიცავით შეინახეთ და ღმერთით ბრძანდებოდეს ჩვენი ფარველი შემნახველი მრავალწლებ დაგასწროთ გამჩენმა ამენირაცონ ჯანმრთელობით აცლახით გამარჯვებით შაბათ შალომ შაბათ შალომ შაბათ შალომ